ძირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აი ახლა გვინდა სტუდიაში მოვიწვიოთ მაგარი ბიჭები, მუსიკოსები აპოლონ ლოთუაშვილი და სეიგან საპონჯიანი. უღრმესი მადლობა ბიჭებს. იცი რა, კომფორტული გვარები გაქვთ, მინდა გითხრათ რა. ლოთით დავიმახსოვრეთ თქვენ და საპონით თქვენ. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. პირველ რიგში დავიწყოთ აქედან ინტერნეტში თქვენი სიმღერები ვნახეთ. მე ბატონო. მე ბატონო. ხო, გენაცვალე. აქედან ორი ჩვენი. კი ბატონო, კი ბატონო. ჩვენია, კი ბატონო, ჩვენი. კი ბატონო. და მოგიწვიეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ თქვენ ყოფილიყავით ჩვენი სტუმრები, რომ ახაც გააჟღეროთ. კი ბატონო, აუცილებლად. თქვენი ხმა. კარგი, მოდი დავიწყოთ იხა სადაურები ხართ, რომ გითხრათ დავიწყოთ თქვენგან. მე გახლავართ სურამიდან, პატივცემულებო. შეგენაცვალე. ვასკა გრიგალაშვილისგან კი ვიცით ამიდის პროგნოზი სურამში და ეხლა მუსიკასაც ნელა. კი ბატონო. ანუ შესაბამისად და. მეც არ გავიგე ნაზუქი მომინდა როგორც შემოხვედი. ბატონი სეირანი მადლობა მოწვევისთვის. მე გახლავარ ქალაქ ახალციხიდან. აჰა, გადასარევი. მუსიკოსი. ჩვენიერი, გადასარევი. ძალიან კარგი. ახალ მე და პატა ძირითადად ხანდახან ხო იცი ერთმანეთს რომ ვეხურებით და რო გვიხარია მე დასავლეთიდან თუ არის სტუმარი ეს აღმოსავლეთიდან ახლა დავაძალეთ ცენტრალურ და სამხრეთ საქართველოს. ფათაშორის სეირანი წერს სიმღერებს, მუსიკებს და ნენელა აპირებს რომ ერთობლივად გამოუშვათ ეს ქართულ სომხური ვარიანტები რომ არ დავხოსოთ მე ერთმანეთი არა ჩემი არა შენია სიმღერებზე. რესტორანში მუშაობთ ახალციხეში და იქ მივედით, ხო? ქალაქ ასპინძაში. კი ბატონო. აჰა, ასპინძაში მუშაობთ, რესტორანს რა ქვია? ჩიკო ქვია და ჩიკოს ბენ. ჩიკო. მე ჩიტო გავედი. ჩიკო. ჩვენ ბენსაც ჩიკო ქვია, ეხა ერთი წევრი გვაკლია, ანანო, მაგრამ ეს სიმღერის ფორმატი ისეთი იყო, რომ მე საუმავლოდ მე ჩავს. მე ჩიტო მეგონა და მეთქი მამაჩემა დატოვა თქვენი რაღაცებადი ახალციხე. ჩიკო. შენა და რა უნდა გითხრა? აი ხა რა ისეთია. ასპინძაში რესტორანში დადის ხალხი ეს K-pops? კი ბატონო, სხვათაშორის ცენტრალურ გზის პირას არის და სხვათაშორის აი ერევანი, ანუ სასომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალქალაქისკენ, ნუ ცენტრალური აბრეშუმის გზა არის. რა უსაური ხალხია რაც K-pop-ი დადი. არა, რატო ვამოფიცი იქ ვიყავ ერთხელ და ნახე, არ ვიცი ხა იმ რესტორანზე საუბრობთ თუ არა. ქვევრში ქონდათ ლუდი დამზადებული. ой, ზუსტად. ეგ არის? ზუსტად ეს რეგიონია, კი ბატონო. კიდე აწარმოებენ? კი ბატონო, სხვადასხვის ძალიან ბევრი დასახელების ლუდს უკვე და კიდე შეცვალეს კიდე ტექნოლოგიები კი მეტყობა გაბარიტებზე რომ სხვადასხვა მაგარი საკეთებია. ღილზე ვარ ცოტა ისე. აკეთ. შენ ერთი მწკრივი ვარ, ამან თუ დააყარა ორი რიგი აქვს. გრანატას ავით. შეულებრივი პისტოლეტით არის, ის არის ავტომატით მოსული. აი, ესე იგი, ასპინძას დიდი მოკითხვა ძალიან ბევრი მეგობრები ყავს და აი მოკითხვა ჩვენს ასპინძური ჰუმორი ხო გახსოვს მე რომ მოგიყევი? მოკითხვა ჩვენს ტაფს აქედან დიდი სიყვარულით. რეგენაცვალი გესტუმრებით აუცილებლად. არ ბატონო, მომბზანდით. რა მინდა რომ გითხოთ, რა სიმღერებია თქვენ რეპერტუარში? ძირითადად მე მღერი ქართულს საესტრადოს, მაგრამ ამ რესტორნის თემამ სხვა განხრით გაგვიყვანა. ხო, რასაც ითხოვს ახლა რა თქმა უნდა რესტორნის ბიზნესი იქითკენ უნდა ხო, შესაბამისად. ხო და სეირანიც სომხურებს რა თქმა უნდა, თვითონაც ხო წეღანას თქვი რომ წერს სიმღერებს და მუსიკასაც და ქართულებსაც ნენელა სწავლობს იცის რამოდენიმე და უკრავს სხვათაშორის სასულე ინსტრუმენტზე უკრავს ნებისმიერ ინსტრუმენტზე ყველაზე. ასე რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ეთყობა ახლა წერს რაღაცას გონებაში, იმიტომ არ ლაპარაკობ. კი ბატონო. ისე მართლა რატო არ საუბრო? ცოტას. მე და აპოლოს ნალაპარაკები
გვაქვს როცა ერევანში წავიდეთ ტელევიზიაში მე ის ილაპარაკებ. ვილაპარაკო. აქ მე ვილაპარაკებ ქართულ ტელევიზიაში. აპოლონ სტარში მალში ეგერაც არის, დალაგებული აქვს ერთი კეთება როგორც მეორე აქეთ. ეხა უყურე რესტორანში ორივე ერთად. აწყობილი გვაქვს ცხოვრება. რესტორანში ახლა იმდენი კარგი რაღაცა შემთხვევა შეიძლება მოხდეს რამე ისეთი ჩვენ ფორმატს რომ მოუხდეთ უცნაური ერთ-ერთი მაგალითად ეხა სადღაც 1 წელია რაც აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში და რას მუსიკაზეც ვეკითხები რომ აუ ეს ხო მაგარი ეს ხო ქართული არა ეს მეურნე სომხურია არა ბიჭო ქართულია არა ჩვენია ძმა ხო და ესე იგი მომეწონა რაღაცა სიმღერა რა სომხური და მე თქვი ეს გადმოვაკეთოთ ქართულად მეთქი ძალიან ლამაზი სიმღერაა მეთქი აუ კაი ერთი სიმღერაო დაგვიტოვეთ ამ სომხებს რომ ქართველებმა ხო შეიძლება გამუსიო აღარა გაკო აუ ისე ძალიან ჰარმონიული მელოდიებს აკეთებენ სხვათა შორის ეხა დასამალი ნამდვილად არაფერი არ არის მაგრამ აი თქვენ ამ ჟანრში მუშაობთ ასეთი ფანოღური ასე ვთქვათ საკეიფო სიმღერებში საკეიფო სიმღერები მელოდიასაც თქვენ წერთ კი კაი რესტორანზე მითხარი რა ხდება ისეთ რა რესტორანზე ხა კოლეგებსაც მოიხსენებათ ბევრი ხუმრობა არსებობს ხა მუსიკოსების პრაქტიკიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ასეთია რესტორანში ანუ რაღაც კეიფია რა სამხიარულოს უფრა და როგორი მომენტია სიტუაცია ესე იგი აი ნახევარი ქორწილიკო დაიშალა ნახევარი უკვე თეფშზე უდევს თავი რო ძინავს და ერთ-ერთი მუსიკოსის ძლიერი მხარეა ტექსტის დამახსოვრება რა მაგდოს და ეს სიმღერა როა დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცე და აქ არის ტექსტში საქართველოს ცხელი გული ასვენია და ამან მიკროფონში ჩააძა საქართველოს ცხენის გული ასვენიაო და ამან თეფშიდან ამოყვა და ცხენის არა ჯორისაში ისე ახლა ალალათა თქვი რა ტოლმა მიყვარს ახლა რა თქმა უნდა კი ჩვენ ქართველები საერთოდ გვაქვს სიმღერები პურმარილზე ტოლმაზე თუ არა მე სიმღერა სამხრეთ არ არის რატომ მე თუ ესე ამაყობთ ოთ ვაპირებ რომ მე შენ რო გლიჯო რა უნდა გლიჯო რაღაცა იცოდე რატო ჩვენ ხო გვაქვს ხელი ხაჭაპური რაღაცა კახური ღვინო რაღაცა და შესაძლებელია რომ გააკეთო აი შაბაშებს ქართველები უფრო იძლევიან თუ სომხები ერთი და იგივე ალალა რო თქვა ერთი და იგივე ესე ქართველები კაი მაშინ ესეთ კითხვას დავისვა აი მაგალითად შენ თუ წერს სიმღერას და ფიქრობდი რა თქმა უნდა რომ ეს პოპულარული გახდება შემდეგ მაინც სომხურ ენაზე გიწევს წერა თუ ქართულ სიტუაციასაც არგებ არა მარტო სომხურზე წერ მარტო არ დაგინახო რამე სომხური იმღერო ენის ბარიერი აქვს უბრალოდ თორე სხვათა შორის ქართულებსაც უნდა რომ დაწეროს რო ტექსტის ენის ბარიერი ცხელის მაგირა ცხეს თუ ამბობს რა ეს სანამ მაგას დაწერს ისევ სომხური დაწერე და შენ გადმოაკეთე ხოლმე ჯობი შეიძლება მოკლედ დაპატიჟებულები ვარ ჩვენთან კი ბატონო ეგ მაინც გითხარი კაცი კლიო ელოდებით ჩიგარი დღეს ვიყავი ვიძახე არ გამაგონეთ არც ერთად და წამოვედით აქ ვინ დასწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა საქსოფონი მე შემსავით და პირველად რა ინსტრუმენტი დუდუკი რაღაც კლარნეტზე და დუდუკზე მუსიკალურში ვისწავლე კლარნეტი ახალციხეში მე გავაგრძელე ერევანში აჰა კარგად გეცოდინება შენა აკონესებენ ეგენი მაგარად უკრავენ რა კი ბატა შეც ხო ნახევარი ხარ სომხი არა ხარ ნახე არა კარგი გადავიდეთ თემაზე რა ქვია სიმღერაზე გადავიდეთ გულოյան პატივსემული იმიტომ მოგიშვი გვერდზე დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ახლა რო ვიცოდეთ მაინც დღეს ასე თქვა დასაწყისისთვის დავაანონსებთ რომ ვაპირებთ რა წეგანაც აღნიშნეთ რომ ვაპირებთ ამ სიმღერების გაერთიანებას და დასაწყისისთვის გვაქვს მომზადებული უკვე კარგად ნაცნობი ძველი სიმღერა
ქართულ სომხურ ვარიანტში. ქართული ანუ სომხური ქართულად და სომხურად ქართულად იმდენ. სომხურად, კი. ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ბიჭებო, მე არ მინდა სეირანმა დაჩაგრულად იგზნოს თავი, ამიტომ ვაკეთებ ბევრ აქცენტს. კიდევ ერთხელ უმეორებ და უფიქსირებ და სახალხოთ, რომ დაპატიჟებულები ვართ მასთან. პასპინძაში ჩამოვძანდით. არა, კაცო, იქ მინდა წავიდე. იქ. ამარ შემიყვეცა გზა. მადი შედა ჩავდივარ. ეგ გზა უნდა გავიარო. ხომ აი ტოლმაზე. ამბობ, კი, რა თქმა უნდა. გელედებით მოგძანდით ჩვენთან. კაი კაცი ხარ, გენაცვალე. კარგი, მოდი ბიჭებს დავუთმოთ ასპარეზი და ნახოთ ქართულ სომხური სინთეზი ძალიან ცნობილი სიმღერის. აბა გელგისმენთ.